გამარჯობა ჩემო ოქრო მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა გაგიზიაროთ უგემრიელესი სამარხო ოსპის წვნიანის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. აი რა ინგრედიენტები დაგჭირდება. მწვანე ოსპი, წითელი ოსპი, წყალი, ტომატ პასტა, სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, ნიორი, ხახვი, კამა და სუნელები, ძირა და ზაფრანა. პილპილი მარილი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტის სია აღწერილობაშიც იქნება მითითებული. პირველ რიგში გავრიცხოთ მწვანე ოსპი. დავასხათ წყალი და როცა ადუღდება, პირველ წყალს გადავხვრით. შემდეგ უკვე კარგად მოვხარშავთ. სანამ ოსპი მოიხარშება, მოვამზადოთ ბოსტნეული. დავჭრათ ხახვი და ნიორი. ახლა უკვე ახალი ნიორია. ზამთარში კი კბილებს გამოვიყენებთ. სტაფილოს გავხეხავთ. ასევე დავჭრით წვრილად ბულგარულ წიწაკას. როცა მწვანე ოსპი მოიხარშება, დავამატოთ წითელი ოსპი. ის მალე ხარშდება. სანამ წითელი ოსპი მოიხარშება, ვამზადებთ ბოსტნეულს. დავასხათ ტამბაზე მცენარეული ზეთი და ვშუშავთ ხახვს ლამას ოქროს ფერამდე. შემდეგ ვამატებთ ნიორს. სუნი დგება სასწაული და უგემრიელესი. როცა ცოტა ჩაიშუშება, ვამატებთ სტაფილოს და ბულგარულ წიწაკას. ასევე ტომატის პასტას. წინასწარ გავხსნათ წყალში ოღონდ. ვშუშავთ ცოტა ხანს და ვამატებთ სუნელებს. სუნელებთან ერთად არ უნდა შევწვათ. უბრალოდ ცოტა ხანი უნდა იყოს, რომ სურნელი გაიხსნეს. ამ დროს ორივე ოსპი უკვე მზადაა და ვამატებთ ამ ჩაშუშულ ბოსტნეულს წვნიანში. კარგად ავურიოთ და ვადუღებთ კიდევ 3-5 წუთი. ბოლოს ვამატებთ დაჭრილ კამას და უკვე მზადაა. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ. ეს ძალიან მეხმარება, რომ თქვენთვის კიდევ უფრო საინტერესო და გემრიელი რეცეპტები შევქმნა. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩემო კარგებო. მომავალ შეხვედრამდე.